სიმართლე გითხრა, ამ ფულს კიდე ბარაქა არ აქვს, იმიტომ რომ გინდაც იშოვა 50-60 ლარი, არაფერია პროდუქცია, ძალიან ძვირია ყველაფერი და პრაქტიკულად გამოდის, რომ აი მუშაობ რისთვის, ჯანმრთელობას სპორტ იმისთვის, რომ იარსებო. კვერცხი რო 80 ლიტრი გახდება. სოფლის კვერცხი. მეტი ზეთი მეტი აგინდა თან ამ დღესასწაულებზე. წლიდან წლამდე უფრო ძვირდება ყველაფერი, ფულს ძალა ეკარგება და ალბათ ჩემი აზრით ალბათ მინიმუმ 300 ლარი მინიმუმ მაინც უნდა რომ რაღაც ელემენტარული რაღაცა გააკეთო. 300 ლარიც არაფერი არ არის რა. იმიტომ რომ ქათამი, ხორცი, ყველაფერი ძვირია რა. ასეთი განწყობაა თბილისის აგრარულ ბაზრებში აღდგომის დღესასწაულის წინ. მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებასა და პროდუქტების ფასებთან შედარებით შეუსაბამო შრომით ანაზღაურებაზე საუბრობენ. პასკა, კვერცხი, ჩაქაფული. ეს ისაა, რაც სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია საქართველოში. თუმცა მოვაჭრეთა შეფასებით, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბევრისთვის ეს ყველაფერი ფუფუნებაა. ძალიან ძვირი იყო, ხორცი ვიყიდეთ, იაფა და მწვანე იჭდებოდა ძალიან ბევრია. ასე თქვენს, ძვირი ძალიან. მაგრამ რას ვიზავ, ეს ერთი დღეა ხალხს და რა ქნა. მაგრამ რას ვიზავთ ახლა? ისეთი დღე არის ეს აღდგომა, რომ რო არ იყიდო არ შეიძლება. ზოგი ცეცხლობს, ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს და ასე გადიან იოლას. მაგრამ ძალიან ძვირია ბაზარი, არ ვიცი. ითი გააქვთ თავი ამ ხალხს აზიარა, არ გაჭირვებულია ხალხი ძალიან ბევრი. ყოველთვიური ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზეა. მაგრამ მოვაჭრეები და მყიდველები ერთმანეთში თანხმდებიან, რომ მოქალაქეთა უმეტესობის ფინანსური შესაძლებლობა და დახლებზე არსახული რიცხვები სტატისტიკურ მონაცემებთან თანხვედრაში არ არის. ბატკანი ღირს 40 ლარი. ის რაგვარია მეორე რო ახბო, ისიც 40-42 ლარი. ტარხუნა ღირს 2 ლარი. ერთი ხახვი ღირს მწვანე 2 ლარი. დანარჩენი თქვენი ანგარიშეთ რა ჯდება ყველაფერი ეს ერთად. კვერცხი ძვირი. ენდრო კიდე არაუშავს 2 ლარი ღირს. ახალი კარტოფილი 10 ლარი. ქართული კიტრი 10 ლარი. ეხლა მთელ საქართველოში ესეთი გასაჭირი. 15%-ია, რომელიც ამოსუნთქული ანის, ვისი ოჯახები წასული ამერიკაში, რუსეთში, იტალიაში, იქიდან უგზავნიან ფულს. ეკონომიური ზრდა არის საქართველოში. სულ წერია ყოველ 2-3 დღეში ერთხელ. ეს უნდა შეეტყოს აფთიაქს და ბაზარს. და მანდრა ეტყობა ყოველ დღე ფასები ნელ-ნელა მიდის. მაღალ ფასებსა და მათი ზრდის ტენდენციაზე საუბრისას მოსახლეობის დიდი ნაწილი რამდენიმე მიზეზზე მიუთითებს. ნაწილისთვის ეს მიზეზი პოლიტიკური მდგომარეობაა, ნაწილისთვის არასაკმარისად განვითარებული სოფლის მეურნეობა. ზოგისთვის კი ქვეყნის იმპორტულ პროდუქციაზე დამოკიდებულება. ალალ შრომას უნდა ქონდეს აგურარა ფასი, მაგრამ შრომელ ადამიანსაც ხო დამფასება უნდა, რომ იმას საშუალება ქონდეს პირობები მივიდეს და იზრუნოს და იყიდოს. საქციეული ადამიანი რო ადგება ფეხზე, იმან რა უნდა იყიდოს. გაჭირებულ ადამიანმა რა ქნას, ვეღარ იგებენ. მეტნაკლებად არის სიტუაცია ჩავონილი პროცენტებით 10% გაარო, თავიან რო გულაობენ და სიამოვნებას ეგზნობენ. დანარჩენი აი ბავშვების პატრონი ხალხი გაჭირებაშია. მადლობა. მიზეზთა მრავალფეროვნების მიუხედავად, აგრარულ ბაზრებში სააღდგომო საყიდლებზე სავაჭროდ მისულ მოქალაქეებს საერთო პრობლემა და კითხვა აქვთ. საკმარისია თუ არა მათი ფინანსები სააღდგომო სუფრისთვის საჭირო დანახარჯებისთვის. მომავალი გვიჩვენებს.